ირლანდიის ცენტრალური საგრაფოები ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონია და ზრდის ტემპს ფეხი ფერმერებმაც უნდა აუწყონ. ხალხი ფერმერობისა და სურსათის წარმოების განსხვავებულ გზებს ეძებს. ჩემი აზრით, რაგი კლიმატი იცვლება, ფერმერული მეთოდებიც უნდა შეიცვალოს. ჩვენ ფერმერული საქმიანობისადმი განსხვავებული მიდგომა უნდა ვისწავლოთ. ამ რეგიონში, რომლის სახელწოდებაც მიუთითებს, რომ ის ქვეყნის შუაგულს წარმოადგენს, ეკონომიკის ხერხემალი ტორფნარია. ტორფნარები ირლანდიის მიწის მასის მეხუთედს შეადგენს, მაგრამ მათი გამოყენების წესის გამო გარემოს პრობლემა იქმნება. ტორფის ბრიკეტი მთლიანად ნახშირბადია და ჯანსაღი ტორფნარის 98% წყალია. ამიტომ თუ აქ რამის გაკეთება გინდა, ტორფნარი ისე უნდა გამოაშრონ, რომ ტენიანობა 80-85%-ზე დავიდეს. თუმცა რა თქმა უნდა, დრენაჟის დროს ტორფი ჟანგბადთან შედის რეაქციაში და ჰაერში დიდი რაოდენობით გამონაბოლქვი ირბქება. შესაძლოა წელიწადში ჰექტარზე 30 ტონა CO2 გამოიყოს. ერთი უნიკალური ევროპული პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივ ფერმერებს, რომ განახორციელონ ცვლილება, რომელიც გარდამავალი პერიოდის სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებზე დადებითად აისახება. ამ პროექტის სახელწოდებაა ტორფნარები კეთილდღეობის სამსახურში. პროექტის ფარგლებში დამშრალ ტორფნარ ნიადაგს ისევ სოფლის მეურნეობისთვის ვარგის ტენიან ნიადაგად გარდაქმნიან. ამ ტექნოლოგიას პალუდი კულტურას უწოდებენ. პროექტი ტორფნარები კეთილდღეობის სამსახურში ხალხი იგებს, რომ ტორფნარზე მოსავლის მოყვანის უამრავი გზა არსებობს. აი ეს არის მისი მიზანი. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ასწავლიან, თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ ბიომრავალფეროვნება ეკონომიკური საქმიანობის დროს. დღევანდელი სემინარის შემდეგ დავფიქრდი, ხომ არ ღირს ზოგიერთი სახეობის ლერწმის მოყვანა, რომელიც შენობის გადასახურად ივარგებდა. აი ამან დამაინტერესა, დიახ, ეს ერთი მცენარეა. აუცილებლად წავიკითხავ ამ სახელმძღვანელოებს, რომლებიც დღეს დაგვირიგეს და სხვა მცენარეების მოყვანაზეც დავფიქრდები. პროექტი ტორფნარი კეთილდღეობის სამსახურში იმ უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ირლანდიის ცენტრალური საგრაფოების ეკონომიკურ წინსვლას ემსახურება. პროექტის ბიუჯეტი 300,000 ევროა, რომელიც ერთობლივად დააფინანსეს ევროკავშირმა და ირლანდიის მთავრობამ ევროკავშირის გარდამავალი პერიოდის ფონდის პროგრამის მეშვეობით. ეს ინსტრუმენტი ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილია და ის ცენტრალურ საგრაფოებში უკვე 170 პროექტს დაეხმარა. ამ პროექტის პარალელურად უამრავი პროექტი მიმდინარეობს. ჩვენ ვცდილობთ, რომ როგორმე შევქმნათ საფუძველი იმისა, რომ ამ თემებში მდგრადი მიდგომა განვითარდეს და რომ ცენტრალურ საგრაფოებს კარგი მომავალი ჰქონდეთ. ახლა მთავარი პრობლემა ის არის, რომ გარდამავალი პერიოდი რეალობად იქცეს, რაც ხელს შეუწყობს, რომ კლიმატის გამოწვევები ეკონომიკის ზრდისა და კეთილდღეობის წინაპირობა გახდეს.